წინასაარჩევნო კამპანია შუალედურ არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ბარაკ ობამა და ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურობს, რადგან დემოკრატიული პარტიის რეიტინგი საკმაოდ დაბალია. 2 ნოემბრის შუალედური არჩევნები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატების კონგრესზე კონტროლის დასამყარებლად წინასაარჩევნო ბრძოლა ფინალურ ფაზაში შევიდა. დემოკრატ და რესპუბლიკელ მმართველთა შორის ხიდის გადებას თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტიც აქტიურად ცდილობდა. ზუსტად 2 წლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა ობამა და დემოკრატები უმრავლესობაში მოიყვანა. სამშაბათს დაგეგმილი არჩევნების დროს მმართველმა დემოკრატიულმა ძალამ შესაძლოა სენატსა და წარმომადგენლობით პალატაში ადგილების რაოდენობა დაკარგოს. 2 ნოემბერს ისეთივე აქტიურები უნდა იყოთ, როგორც ეს 2008-ში დაგვანახეთ. ამ სიტყვებით ბარაკ ობამამ ამ მომრჩევლებს ფილადელფიაში მიმართა. 2008 წელს მიღებული გამოცდილების გამოყენებით ბარაკ ობამა ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტებს წინასაარჩევნო დესტუმრა. ბარაკ ობამა ოქტომბრის დასაწყისში მერილენდის შტატში, ბოუის უნივერსიტეტში 7000 ამომრჩეველს შეხვდა. საარჩევნო ბიულეტენზე ობამას სახე არ არის გამოსახული. მოდით კიდევ ერთხელ აჩვენეთ ვაშინგტონს, რომ ცვლილებები ზემოდან არ მოდის. ცვლილებები არ მოდის სპეციალური ინტერესთა ჯგუფის მიერ მილიონობით დოლარის გადახდით. ცვლილებები ქვემოდან მოდის და ეს ცვლილებები სწორედ თქვენთვის ხდება. ობამამ გამოსვლის დროს ამერიკელების იმედგაცრუებასაც გაუსვა ხაზი. მან ამასთან ერთად მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ რესპუბლიკელების მიერ მართული კონგრესის პირობებში დასახული გეგმების შესრულებას ვერ შეძლებს. არჩევნებამდე ხმის მიცემის წინასწარი პროცედურა რამდენიმე შტატში ჩატარდა. პირველი ლედი მიშელ ობამა თავისი არჩევანის დასაფიქსირებლად ჩიკაგოში ჩავიდა. ამომრჩეველი ძალიან ცუდ განწყობაზეა. ისინი ეკონომიკური პრობლემებითა და ვალებით შეწუხებულნი არიან. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამომრჩევლები რესპუბლიკელებისა და ულტრაკონსერვატიული ჩაის პარტიის მიმართ კეთილგანწყობილი ხდებიან. ეს უკანასკნელი ამომრჩევლებს გადასახადების შემცირებას პირდება. ფიქრობ, ეს შუალედური არჩევნები ცვლილებებს მოიტანს. ჩვენ უკვე გავიარეთ წინა არჩევნები, რომელშიც ხმათა უმრავლესობა დემოკრატებმა მიიღეს, თუმცა ეკონომიკურმა პრობლემებმა მოსახლეობის სიმპათიები რესპუბლიკელებისკენ გადახარა. გამოკითხვის თანახმად პრეზიდენტ ობამას პერსონალური პოპულარობის ხარისხი შედარებით მაღალი რჩება. მიუხედავად ამისა, ბრუკინგის ინსტიტუტის პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალიან ბევრი ვინც ობამას მხარს 2008 წლის არჩევნებში უჭერდა, 2010 წლის არჩევნებში დემოკრატებს ხმას აღარ მისცემს. ხალხს ბარაკ ობამა პერსონალურად კვლავ უყვარს, თუმცა მათ პრეზიდენტის პოლიტიკა აეჭვებთ. ამის გამო ძალიან ბევრმა შესაძლოა არჩევნებში მხარი მოქმედ პარტიას არ დაუჭიროს. წარმომადგენლობით პალატაში, სადაც ასარჩევი 435 ადგილია, სულ მცირე 65 ადგილი, რომელთა უმრავლესობასაც დემოკრატები ფლობენ, შესაძლოა რესპუბლიკელთა ხელში გადავიდეს. კონტროლის დასაბრუნებლად კი რესპუბლიკელებს პალატაში 39 ადგილი სჭირდებათ. სენატში რესპუბლიკელები უფრო რთული კონკურენციის წინაშე დგანან. შუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში 2 ნოემბერს გაიმართება.